მე ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამერიკული გემი შემოდის შავ ზღვაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის, ბევრი მიზეზი ჩამოზღვამ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ განსაკუთრებული სამწუხაროდ, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა უსაფრთხოების გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ყირიმის ოკუპაციამდე იყო ეს და ამიტომ სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ნებისმიერი ნატოს წევრის ქვეყნის გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, ერთგვარი გარანტია არის უსაფრთხოების ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება რაიმე ტიპის საფრთხის, რაიმე ტიპის აგრესიის მოლოდინში იყოს. ქართული სახელმწიფო ნამდვილად ძალიან მადლობელია ერთის მხრივ სწავლებებისთვის, რომელსაც ზღვაზე ასეთ დროს ჩვენებს ეძლევათ როგორც შინაგან სამინისტროს საზღვრის დაცვას, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ გაიარონ, უფრო მეტი გაიგონ, უშუალოდ შეხება ჰქონდეთ თანამედროვე ნატოს სტანდარტების შესაბამის საშუალებებთან, ასევე კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისთავად ეს ფაქტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.